ხო. ოუ, შენი დაჭრილი. არა, კაცო, რა ის იხვია ქათამია. ოუ, ბიჭო, ეს კიდე დაფრინავს, რა უყობი ეს რო. რა ის იხვია გას ქათამია გას. გესალმებით ყველას მეგობრებო, დღეს გამოვედი იღვზის სანადიროდ მეგობრებთან ერთად თქვა ძალიან უნდა ადგილას. დღეს საკმაოდ ისეთი ძლიერი შტორმი იყო სხვაზე და ეხლა შეწყნარდა შედარებით ქარი, მაგრამ საღამოს ისე ამოარდება. ცოტას გაუჩერდებით, ვნახოთ როგორი გადაფრენა იქნება დღეს. მონადირეები არიან, მაგრამ სადაც მე შევედი იქ მარტო მე და ჩემი მეგობარი ვდგავართ. ჩემი კიდე ერთი ახლობელი მეგობარი ჩემს წინ არის, მე ვეხარეს და ეს მშვენიერ ტბაზე ვდგავართ ყველა ერთად. განაწილებული ვიყავართ და ვაკონტროლებთ მთლიან ტბას. დავაყენებ დღეს სამჭირიანი ჩოკი, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი ფართი ტბაა. რომ კარგად მივწდე, იღს და დაჭრილი არ გამექცეს. 5 ნომრები და 7 ნომრები მაქვს, მაგრამ ძირითადად მაინც 5 ნომრებით ვარ დღეს. ამ ადგილას ძირითადად მაინც ხარაზული ხვი მოდის და აკლებად. ის 5 ნომერი იდეალური იქნება. კონტეინერო დიდად მნიშვნელობა აქ არ აქვს, მაგრამ ხამით მაინც კონტეინერო ჯობია საღამოს გადაფრენაზე. დილით ორივე კარგია, გააჩნია რა მანძილზე ესვრით. უბერავს სხვიდან ისეთი საკმაოდ გრილნიავი. ფიქრობ დღეს უნდა გაგვიმართლოს. ნახოთ როგორი ნადირობა გველის წინ. პირველი 3 და მე ორი კონტეინერში გავუშვიმე. ფიქრობ ასე უკეთესი იქნება. უაცივია უძღალი. გაძლიერდება თქო საღამოსკენ.
სამოვიდათ. Яать. Бедурия Миндия. Გავაწვინე. ხედავ? ესეთი შენი ხარაზულა დედალი მოინადირეთ. თავში აქ მონახვედრი. მიწია მე ორჯერ სროლა რო გადასული. კაი ხოა. შენია. Twenies ჯობია და მოკლედ ასეთი შედეგიანი ნადირობა. ერთი ხი, მაგრამ არის შედეგი. ამეთქი გემშვიდობებით. ვისაც მოგეწონათ ჩემი ვიდეო, მოიწევეთ ჩემი არხი. და ლაიქეთ ვიდეო და მომავალ შეხვედრამდეობა. აუ ჩემი კაი ბიჭო ეს გასახები მყავდა იმინა რა. მოკრუგავი მიშა ხა კრაკოები არიან. გაიმზადე. საწავინი დამის დეინახე ხო შენც? მოდიტაშ сейчас придут. რა თმინდოდა ორჯერ სროლაჩი. ორჯერ მომიწია მაინც და ეს სროლა. აუ მე მგონი დაზიანებული იქნება სასწაულის. თუ თავში არ მოხდა. თავზე დამაჯვა ეს იხვი, ჩემთან იყო ახლოს და მაგითო ეს სროლე ამას მიშა.
მე კონტეინერებს როლეს. მე კონტეინერებს როლე. მაქა კონტეინერი ას გინდა ასე ახლოს. ესეც დევანდელი ნანადირების შედეგი დილის გადაფრენის ისეთი მშვენიერი მამალი ხარაზულას ესეც რუხი იხვის მამალია თითქმის ხარაზული დედლის ხელაა და დედალი ხარაზული იხვი კარგი დილა იყო რა უშავდა მაგრამ უკეთესი შედეგის დადება შეიძლება რა თქმა უნდა რა მარტო არ ვიყავი მეგობარსაც გამომართლა ის ჩემზე მეტია იყვანა და ერთი ცალი სამწუხარო დავკარგეთ დიდი ალბათობით დაჭრილი იყო და ძაღლმა ვერ იპოვა შეგვასწრო ლაკაშებში ნახოთ აბა როგორი ჩაცხიმულია ჩვენი იხვები გავასუფთავოთ ესე უნებაში რომ სახში გაგვიმარტივდეს მერე გაწმენდა კი გაიჩაცხიმული არის როგორც ეთხოვები 5 ნომრის ნახვედრის აი ესე გამოიყურებიან ჩვენი გაპუტული იხვები დანარჩენს სახში ვიზა ეს რუხი იხვია და აგვედით როგორი თეთრი ფერის ცხიმი აქვს ეს ხარაზულა მამალი ეს კაი ჩაცხიმულია და ყველაზე ჩაცხიმული არის დედალი ხარაზული რომელიც ძალიან ახლოს ესროლენ 18-20 მეტრამდე იქნება მაქსიმუმ სამჭრილი ანჩუკიდან და აი როგორი დაცხრილულია საფანტიდან მთლიანი ტანი ნუ გაფუჭებული არ არის და 5 ნომერი მოხდა სხვათა შორის უკონტეინერო სამიანი ჩოკიდან მაგიტომას არ ვესვრი 8 და 7 ნომერს ხარაზული ხს კიდე უფრო წარედ მოხდებოდა მაგ მანძილიდან უფრო მეტი საფანტი მოხდებოდა თავისთავად კარგია რომ შედეგიანი დილა იყო იმედი მაქვს რომ შემდეგი გასვლებიც ასეთი შედეგიანი იქნება არანაკლებ უკეთესი თუ არა თქვენს ასევე გისურვებთ შედეგიან გასვლებს და ნადირობებს გამოიწერეთ ჩემი არხი მოიწონეთ ვიდეო და დროებით მომავალ შეხვედრამდე